ტაშს მინდა უკრავს ნიკო. დაუკრე. სალამი. სალამი ნიკო. საშის გარშე ვერ ჩავწერთ ხოლმე, ეგეთი აუცილებელია თუ უბრალოდ ის აქვს? არ ვიცი, ეგეთი ტრადიცია გვაქვს. მე მგონი თავისუფლად შეგვიძლია რომ ეგრევე დავიწყოთ კი. არ ვიცი რა ვიცი მე ისეთი მნიშვნელოვანი მგონია და ეს კიდე თქვენ დამარწმუნე თამაში, იმიტომ რომ ამის გარეშე ჯერ გადაცემა არ ჩაგიწერია. სინქრონიზაციისთვის არის საჭირო, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ერთი კამერა როცა არის, კამერაზე ვერ იწერს ხმას და რასთან უკვე არის დასინქრონებული. ხო, არ ვიცი, აბა რას უკრავდით აქამდე ტაშს რა, რომელი აქ სადახლა რუსთაველის თეატრის სცენა იყო აქ თუ რა. არა, ეს ცოტა რაღაცა ის კი, ცოტა რა, ეს ისე, იმიტომ რომ მომეცა რაღაცა ეს შოკოლადი. ფეხბურთს თუ უყურე, გუშინ იყო ის იშვიათი ბარსელონამ რა. არა, ბარსელონამ. არ მინახავს მაგრამ კლაპარაკი. ლივერპული და PSG, ესე იგი ხვიჩა და მამარდა ერთმანეთს. ხვიჩა გაუტანა. მამარდას მე ჩაეხუტნენ თუ ნაჩხუბრები იყო. აი, ძალიან ეხუტნენ ერთმანეთს დაწყებამდე, ძალიან თბილად მოიკითხეს და რამე. როგორც სტარიელმა და ავთანდილმა. ჯერ რამდენჯერ მოგეცდა შანსი, მაგრამ მაქვს აქ შემონახული გადასვლის, არ მჭირდება. არ გადავდივარ, ჯერ უბრალოდ იმას ვაკეთებ, რა ქვია. ხო, აჰა, გასაგები არის იმას ვყრით რა, მინებს ვდებთ, რომ კი, ბატონო, ვდებთ, რომ მე ერთბაშ დაფეთქდეს. ხო. ხო და თამაში იყო, ნუ როგორ გითხრა, მე მეცველოდი ლივერპულისგან ყოველთვის მეცველი. მეცველოდებოდი ვიდრე. წააგეს. წააგეს 2-0 წააგეს და აქედან ესე იგი ხვიჩა უყურე ნიკო როგორი რაღაცა არის. დამარცხებულ გუნდში საუკეთესო მოთამაშე იყო მეკარე, მამარდაშვილი, გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო მოთამაშე იყო და ზოგადად თამაში საუკეთესო მოთამაშე იყო. ო ხვიჩა კვარაცხელია. მამარდაშვილს გოჩას არ ეძახის არავინ. ხო, ეგ იყო აი. ეხლა ესე მივხვდი. რო დავიწყე თქვა მივხვდი რომ უჩემოდაც ბევრი იხუმრებდა მაგას, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ესეთი უძლიერესი ხუმრობა არის. არის რა რაღაცა. არის 10-დან 6 რაღაც. მამელუკი. კი, ნერვიულობდი მე ახლა რო გითხრა ხო, მაინც ესია ფეხბურთი ეგეთი რაღაცა არის, რომ გინდა გოლი გავიდეს. გოლი გაქვს კვარაცხელიას და გულშემატკივრობდი. მინდოდა თან გაეტანა, მაგრამ მე გახლეჩილი ვიყავი აპრილიივით, ჩემო ნიკო, რომ თან მინდოდა რომ გოლის გაეტანა და იმას კიდე არ გაეშვა და ისეთნაირად მოხდა. გავიდა გოლები, მაგრამ მამარდას ბრალი არ იყო. პირველი გოლი, ძალიან ლამაზი იყო, იმიტომ რომ ესე რაღაცნაირად წავიდა უცნაური ტრაექტორიით. რამოდენიმეჯერ გაამეორეს და ვიფიქრე რომ მეკარემ ჭამა, იმიტომ რომ ზუსტად მეკარის თავზე გადაივლის. ცოტა წინ იყო გამოსული, გასაგებია წინ რო ხარ გამოსული რაღაც ის არის, კუთხეს ფარავ და არც ისე ახლოდან დაურტყეს, მაგრამ აი რაღაც ესეთი ის იყო რა, მახვილი პარაბოლით წავიდა ბურთი და ვიფიქრე რომ ხელა 2 მეტრიანი მეკარია, რანაირად ვერ მიწვდა რაღაც და მე თამაშის მსვლელობისას რომ მოკლედ ბევრჯერ ხო ამეორებე, როდესაც ახალი გასულია და მე კიდე ახალი რაკურსით, აი თითქოს ზურგიდან გადაღებული ამ თავდასხმელი ზურგიდან ჩანს რომ ცველს ხდება ფეხზე და რაღაცნაირი ესეთი მაღალი ტრაექტორიით მიდის, აი ესეთი იმებს რა ქვია, ნაღმთ ხორცნებს რო უშვებენ, აი ესე ჩაეკიდება. ხო და მეორე გოლი ეს კვარაცხელიას გოლი იყო, მოატყუა ეს მამარდაც და მოატყუა ყველა და ყველა მოატყუა. ნუ გაიტანა ეგეთი ისა და ნუ კაი იყო რა, მოკლედ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ფრიად სასიამოვნო ის იყო. თუმცა იყვნენ გახლეჩილები როგორც აპატანი. მეორე ის მინდოდა აპრილი. შენ უფრო შვედს კი ისინი გაქვს ლიტერატურული რეფერენსები, მინდოდა რომ ერთ წინადადებაში ორი უცხოენა გამომეყენებინა, შვედს კი და რეფერენსი. მე ესეთი მუსურგლეხური ატამი ვიცი. მაგრამ ნიკო გუშინ ესე იგი გუშინ უკვე დრო არის გუშინ ჩემპიონთა ლიგის ეს მუსიკა მხოლოდ თამაშის დროს არის მოდა. გაისმა რუსთაველის თეატრშიც. საერთაშორისო მეც ვიხუმრე იქ ეს ერთი სცენა. მოკლედ რობერტ სტურუამ დადგა ფრაგმენტი ვეფხისტყაოსნის შოთა რუსთაველის უკვდავი. კაი, აუხსენ ვეფხისტყაოსანი რა არის მაყურებელს შეიძლება დავიწყოთ, მაგრამ ნაწილი პირველი ამბავი როსტევანისა ჰქვია, რომელიც იყო პრემიერა, როგორც ამბობენ მრავალი წელი ამზადებდა ბატონი რობერტი. ამას და პრემიერიდან ამბები გამოვიდა შეფასება არა დადებითი. და რაც იყო აღსანიშნავი რომ არ იყო მხოლოდ ეს ლიბერალი აკაცუკების პომპონჩიკებიანი და რადიკალების მიერ ჩასაფრებული პოზიციიდან, არამედ
თავად ბატონი რობიკოს თაყვანისმცემლები წერდნენ, რომ ეს არ გამოვიდაო. ამის შემდეგ გავრცელდა რამდენიმე ტელეფონით გადაღებული ვერტიკალური ვიდეო, სადაც თქვათ კარგი როგორ თქვა, კარგი კუთხიდან არ ჩანს კი არა, მოკლედ ჩანს რა ხდება, მაგრამ რაღაც მე ბევრი ვიდეო ვნახე ცოტა შორიდან, იქიდან გადაღებული, ახლოდანაც გადაღებული. ხო, აი რა გითხრა, ეს ახლა ხო ძნელია მთლიანად სპექტაკლის შეფასება და ალბათ ჯერ ერთი კომპეტენციაც საჭირო არის რაღაც თეატრს ცოდნის. მე რაღაც მთლიანიც უნდა გქონდეს. იცი რა არის, მე მანდ ხა მაგაზე გზაში რომ მოვდივდი, ვფიქრობდი და არ გეთანხმები იმაში, რომ თეატრს ცოდნის კომპეტენცია არ ჭირდება. თუ სპექტაკლზე იყავი, შეგიძლია გამოხვიდე და შენი კომპეტენციით რა ნახე ის თქვა და თავი არ დადო, თქვა რაღაც შეადარო ვიღაცებს ხვებს, ანუ არა გაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ რაც ნახე იმის გადმოცემა შეგიძლია ადამიანს. მეორე მხრივ, რაც არ უნდა თეატრცოდნე იყო, იქვე ჩაწერილი ვერტიკალური ვიდეოთი მთლიანად სპექტაკლზე ვერ იმსჯელებ. იქ შეგიძლია იმსჯელო, რაც იმ წუთას დაინახე, ის რა არის და როგორ და მაინც სახარბიელოდ მართლაც და არ ჩანდა და მაგრამ არაერთი შეფასება წავიკითხე მთლიანად სპექტაკლის ხალხისა, ვისაც არ უნახავს მთლიანად სპექტაკლი და ცოტა ნერვები მეშლებოდა მაგაზე, რომ რა ვიცი მე. ხო, იცი რა არის, ხო, ის რაც ვნახეთ, ეს როგორც მეტყველებენ რაღაც პათეტიკურად ხმამაღლა, რაღაც ისა, იცი, ჩვენ როგორ ქართულ თეატრში კი ეს პათეტიკა თეატრისთვის დამახასიათებელი არის, მაგრამ რაღაცნაირი ხმებსაც გამოსცემდნენ, ეს არ ვიცი, ეს რეჟისორის ჩანაფიქრი იყო და შეიძლება ამ პატარა ეპიზოდებში არას ჩანს ესა ხო და არ ვიცი, ვერ გითხრა, აი ძალიან ტოვებ და აი რაღაც თრეშის შტაბეჭდილებას გაახსენდა ერმილო მაღრაძეც რაღაც ეგეთი ისა. ხო, იცი რა არის ენა მიყივლასავით ის ეპიზოდი, არ ვიცი შენახე თუ არა, გვირგვინს რო ადგამენ თინათინს და სადაც ამ ის ჩემპიონთა ლიგის მუსიკა გაისმის და არა რო იძახის, მე ამაზე ვიხუმრე, რომ აი როდესაც ისე იგი ლივერპულის ფანის რეაქცია, როდესაც ლივერპული ჯგუფში ჩარჩება. კაია, რაღაცა ლივერპულსაც არ გამოუვიდა და ხო, მოკლედ, იცი რა არის, მე როგორ გითხრა, იმის გამო რომ არა გვაქვს ნანახი ეს სპექტაკლი და ასე ობიექტურად რო ვთქვათ, ხო, არ არის ეს კარგი მოცემულობა შესაფასებლად, ხო? აქ მთავარი ამბავი ჩემი აზრით რა არის, იცი, თვითონ ქვეყანაში არის ისეთი ატმოსფერო შექმნილი, რომ აი ამ ტიპის ისა მცდელობები რომ რაღაც ყველასთვის მნიშვნელოვან ტექსტზე გააკეთო რაღაც შენ, ან თუ გინდა ეპატაჟური რაღაცა, ან ძალიან რადიკალურად ორიგინალური ინტერპრეტაცია გაუკეთო. აი თვითონ ბატონი რობერტიც მე ვფიქრობ, რომ რაღაც აი ამ კულტურული რაც შექმნილი არის ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ხო, სისტემის ნაწილი არის. ასეთი რაღაცეები არ წახალისდება როგორც წესი, ხო? ახლა რომ წარმოვიდგინოთ ყოფილიყო არა რობერტ სტურუა. რობერტ სტურუა გასაგებია მისი პოლიტიკური პოზიცია, მისი გემოვნება და ასე შემდეგ, ხო? და ვიღაც ტიპები აი კონსერვატიული პოზიციიდან უფრთხილდებიან მაინც და ისი არ აკრიტიკებენ, ასე ვთქვათ. ახლა ეს წარმოიდგინე, რომ ყოფილიყო, რასაც თვითონ ეძახიან, აი შენი თქმის არ იყოს აკაცუკები, ლიბერალური ბაბლი, სხვა რეჟისორები. ცხადია, რომ ბჭყალებში თქვი მე ეს ყველაფერი და ჩემი ის არ იყო, მინდა ხარ. აი წარმოიდგინე რა რეაქცია ექნებოდა ეგრეთ წოდებულ ამ იმას კონსერვატიულ ფლანგს, ხო? სრულიად წარმოუდგენელი რაღაცა არის. ხო, აი ეს გარემოება არის შექმნილი, რომ თვითონ შექმნეს ესეთი სიტუაცია, სადაც აი ამ ტიპის აქტივობები კულტურაში, ხელოვნებაში არანაირად არ არის წახალისებული. ძეგლი უნდათ და უნდა შეასხა ხოტბა ამ ძეგლს, ხო? აი რო დაედგა რობერტ სტურუას მთელი სერიოზულობით, ხო? მთელი სერიოზულობით რომ დაედგა, თუნდაც სრულიად უნიჭოდა რაღაცა ესეთი გიჟური და ძალიან ცუდი ესეთი, აი ძალიან ეგეთი, ხო? ტაშსაც დაუკრავდნენ, იმას რაღაც პრემიასაც გადასცემდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ხო გეუბნები, ის ფლანგია თვითონ დაბნეული. აქ ახლა იყო ლაპარაკი, რომ აი ისა, რომ აი მოწებება იმისა, რომ თითქოს აი ყველანაირი ინტერპრეტაცია და რაღაც ეს ისა მნიშვნელოვანი ძეგლის ხელისხლება არ შეიძლება და არ შეგიძლიათ ამის მიღება. ესე არ არის.
მე არა აგრესია ჩემს ბაბლში მე არ შემხედრია აგრესია როგორც ასეთი რომ როგორ გაბედა და რაღაცა ძირითადად შემხვდა სიცილი ქირქილი რა იციან ხოლმე კიდე თქმა რაღაც ბულინგი აი ბულინგი რა ახლა ნუ და რაღაცა როცა რაღაცის კრიტიკა იწყება ხოლმე ესე მაშინვე ისე 1927 წელია რაღაც დაცინვით მოგიკლავს და რაღაც ტყვით და არა აი სრულიად არა რელევანტური არის რომ შეადარო იმას სანდრო ახმეტელს და კიდევ ვიღაცას რომელსაც რაღაც რეპრესიების მსახვრალი ხელი შეეხო ვისაც რეპრესიების მოწყობა შეუძლია იმათთან არის კარგად და იმათთან ბედნიერად არის და ისინი აქებენ კულტურის მინისტრის ის იყო შეფასება ძალიან ესეთი ხოტბას ასხავს და გადასარევი ამბავი იყო ის ვინც მის ასე ვთქვათ დასჯას მოითხოვს და თეატრიდან გაძევებას და რაღაც ის ხო ისინი ახლა დაბნეულები არიან ან აქებენ ან ვერ აქებენ ან რაღაც სუბუქად აკრიტიკებენ აქეთა ფლანგი ვისაც ახლა ტენიან იმას რომ 37 წელი და რაღაცა ეს ძირითადად ქირქილებს და რა ვიცი მან იყო ის რომ თვითონ შეიძლება უშნოთ მაგრამ ამბავი თვითონ იმათმა ფლანგმა ატეხა ერთი და მეორე ატეხა იმის გამო რომ ვეფხისტყაოსანი არის დადგმული თორე კიდევ ერთხელ არაფერი კონკრეტულ ცოდნაზე დაყრდნობილს არ ვამბობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ პირველი და მეორე ქრინჯის სპექტაკლი არ არის, რაც რობი კოსტურეს დაუდგამს ბოლო კაიხნის განმავლობაში რუსთაველის თეატრში, იმიტომ რომ მესამე ლაპარაკობ მე მგონი ამ მაგიდასთან მაგას, მაგრამ კარგა დეკადებია უკვე ალბათ, როდესაც რუსთაველის თეატრი აღარ არის ყველაზე აქტუალური თეატრი, არ არის ყველაზე მოწინავე თეატრი, არც ის ახალ რაღაცებს, იმიტომ რომ სათავეში უდგას კაცი, რომელსაც აქვს უდიდესი დამსახურება თეატრის წინაშე, რომ რაღაც ნამიოკობონას თუ რაღაცას რო თამაშობდა თეატრის ქართველი რეჟისორი რო თქვა, შეიძლება სანდრო ახმეტელზე და კოტე მარჯანიშვილზე ადრე, ან მიხეილ თუმანიშვილზე პირველი რობი კოსტურვა გაგახსენდეს, იმიტომ რომ რაც აქვს გაკეთებული თეატრმცოდნეები არც ერთი არა ვართ, მაგრამ ყავს თეატრალი და მოყვარულები და ასევე პროფესიონალი ჩართულები და ყველანი ამბობენ რომ რობი კოზე ვართ გაზრდილები და ზოგი მის აეკრობაში, ზოგი მის შთაგონებით მაგრამ ნამდვილად უზარმაზარი რამე აქვს გაკეთებული, მაგრამ როგორც ნინო ჭღარკავა რომელსაც ოცნების პროპაგანდისტად მოიხსენებენ ხოლმე, მე ისე არ ვიცი, რაღაც ძირითადად გაზიარებული ხდება ხოლმე მისი პოსტები, მისი მეტაფორა იყო, რომ როცა მესი ან რონალდო ან პელე დაბერდება, აღარ არის იმისი დრო სტადიონზე და სხვაც უნდა შეუშვასო და მანამდე მეც ვაქვს იგივე ნათქვამი, რომ არ არის აუცილებელი რომ გადაულოცო ლიბერალურ ბაბლს რუსთაველის თეატრი შეგიძლია შენივე ხალხი ყავდეს, მაგრამ ვიღაცას აცალო კიდე იქ გამოზარდო და იმისი თეატრი იყოს და ეს იყოს საპატიო რეჟისორი, მაესტრო, სუპერმაესტრო, რა ვიცი, რაც გინდა დაარქვი. მე არ მგონია რომ რობი კოსტურვას ვინმე სადმე ეუბნებოდეს, გინდა ეს კულტურის მინისტრი და გინდა რა ვიცი, ბიძინა ივანიშვილი რა დადგას და როგორ გააკეთოს. ვერ უკარნახა. ანუ რა უნდა უთხრა, ხა კაცი არის მართლა ლეგენდარული იმის მატარებელი, რაც აქვს გაკეთებული და ვერც უკარნახებენ და ვერც რანაირი თავხედი უნდა იყო რომ მიხვიდე და რობი კოსტურვას თქვა რომ ეს არ გამოგდის ისე გააკეთე. მარტო იმიტომ რომ რობი კოსტურვა მიუხედავად იმისა რომ როცა შეხედავ სპექტაკლს თუ ვინც შეხედა სპექტაკლი, ვინც ამბობენ და მე რაც დავინახე იქიდან, ალბათ მუშაობა აყოლდა თუ რაღაც არ იყო ისეთი ანუ ყველა სპექტაკლს აქვს მომენტი რომ შეიძლება გადაიღო და თქვა რომ ნახე ეს არ გამოუვიდა მსახიობს, ცოცხალი ორგანიზმია და ყოველ ჯერზე ახალია და ეს სპექტაკლი ისეთი რამეა რომ შეიძლება ერთ ეგ სპექტაკლზე 7 ჯერ მიხვიდე და 7 სხვა რაღაცა დაგხვდეს, იმიტომ რომ რა ვიცი ეგრეა. მაგრამ როგორც წესი რაც მე იქიდან ვიცი ბულგაკოვებიდან და ფილმებიდან და იქიდან რეჟისორი დგას და იმაშობი რომ ესე უნდა გააკეთო, ეხლა ესე უნდა ეს კიდევ ერთხელ ეს არ გამოგდის, ეს ღიმილი ეს გასვლა ესე უნდა ქნა და მე ის ხატრული მიდა რაც ვიცი იმას ამბობს რომ იტანჯება რომ მე ვერ ხედავ ჩვენ პერსონაჟს აქ, ბუჩქი აქ არის, მე კი აქ ავარ, როგორ უნდა მივიდე იქამდე და მთელი შენია ხოლმე ეგ არის საინტერესო. მეფე ლირზე მე თვითონ თეატრში მაგ კავკასიური ცარცის წრე თავის დროზე დანახეთ, ძალიან შთაბეჭდილება მოახდინა და რა შეიძლება მოყოლილი მაქვს თინეიჯერი ვიყავი, როცა ტელევიზორში ვნახე რიჩარდ მესამე და არანაირი თეატრი არ მიყვარს არაფერი, მაგრამ ჩართული რომ იყო ბოლომდე ესე უყურებდი, მეთქეს რა მაგარი არც ვიცოდი რა იყო, ანუ რაც პირველად ისე ვნახე ტელევიზორში რა არის, ხო და რიჩარდ მესამე რობიკოს დადგმული და ბოლოში იყო რუკებში რო დგანან და ესე მოკლედ ძალიან ის როხმალაობენ. როხმალაობენ და მე მეფელირი ვნახე და მეთქეს მაინც არ გამისწორდა თქვა ასევე ის არის კლასიკური სპექტაკლი და მე სადღაც ვახსენე
თეატრის ცოდნე და თვითონ ანუ მაგას ჩართულ ხალხთან და იმით არ ვეგო გაბა ჩვეულებრივ რამაჩხიკვაძე ლაპარაკობდა მაგას რომ ეგ ისეთ კაი არ გამოვიდა ვერ თამაშობ მომად კარგად უმეფელისო იმიტომ რომ თავიდანვე რო იწყებაო უკვე გიჟი ვარო და მე ვეღარ გიჟდებიო ისეო და მაინც კლასიკური სპექტაკლია ანუ მრავალი წელი იდგმებოდა და ბევრი თაყვანისმცემელი ყავს მაგრამ მანდაც არის ხოლმე იმის საშუალება რომ ნახე ის ჯობდა იმის გამო მთელი ამბავია დიალოგია დისკურსია და თან ხა მორჩები ხა გადმოგეძო ვეფხის ტყავსანი რო დაიდგმება მაშინვე ყველა ესე გიყურებს რომ აბა იყო თუ არა ეს ვეფხის ტყავსანი იმიტომ რომ მანამდე შეიძლება ბაკულას ღორებზე არავინ არ ის გიქნას იმიტომ რომ კი კაი ნაწარმოებია მაგრამ ხო აქ ეს პრეტენზიული ამბავიც არის ხო ვეფხის ტყავსანს ვდგავ თან მე წლების განმავლობაში ამბობდა რომ ამაზე ვფიქრობ და მუშაობ მე ეს უყურე ხო აი შენს იმას გავაგრძელებ რომ ურთულესი ამოცანა არის ახლა არ თქვათ რომ ამას რა უნდოდა და ეგ როგორ ჩაპლავდა სიტყვაზე ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერ შეიძლება ეს დაემართოს ის ახლა მაინც თეატრისთვის დაწერილი არის ანუ თეატრს მორგებული ენა არის ხო პიესები არის ეს პოემა არის თან ვიცით როგორი პოემა არის როგორი ენით დაწერილი არის როგორი სცენები არის რა მასშტაბები არის აქ ხო არ არის ის ერთ ადგილზე ერთი მოქმედება და რაღაცა ამიტომაც არის რაღაც ესე ნაწილებად რო დაყო ხო მაგრამ აი ამის გათვალისწინებით ეს ახლა ხო მისთვისაც არ იქნებოდა უცნობი და უცხო ამბავი რომ ურთულეს ამოცანას ეჭიდებოდა ხო თან უყურე როგორი რაღაცა არის ხო და არ ვიცი ახლა საუკეთესო ალბათ ფიზიკური ძალაც საჭირო არის რაღაც სხვა ენერგია არის საჭირო არ ვფიქრობ რომ ახლა თავისი ფორმის საუკეთესო ხო არ არის ხო და ამ დროს სიტყვაზე ამას ჭირდება რა ვიცი მეტი ახალგაზრდული ენერგია და მეტი რაღაც ბევრი რამე სხვა ჭირდება ჭირდება ცოტა ამბიციის თუ რა ვიცი რომ აი დასამტკიცებელი გაქვს და რობერტ სტურვას აღარაფერი აღარ აქვს დასამტკიცებელი გარდა იმისა რომ აი კიდე შემიძლია რომელიც არ არის ისეთი ძლიერი мотиваცია როგორიც რომ ნახეთ რა გავაკეთო და რისკებზე წავიდე და ესეც აი რისკებზე წასული იყო როგორც ჩანს მაგრამ შენი არ იყოს მეტი ის უნდა რა კუნთები და აი სიმბოლურად ის ბოლოს ახლა როგორც ადამიანს როგორც შემოგვეც შეიძლება უთანაგრძო ის რომ სცენაზე ის ხმალიცსაც რო ვერ დაასობს თუ დაარჭობს ისიც არის ახალგაზრდა რეჟისორს 17-ჯერ ექნებოდა გასინჯული როგორ უნდა ჩაარჭოს ხმალი იქ ბოლოში და ალბათ თვითონაც ჩაურჭია სხვა დროს ხო უყურე რა არის თან რა არის იცი აი ეს მოლოდინი რაღაც მოლოდინი მაინც არსებობდა იმიტომ რომ როდესაც ეს კადრები დაიდო ხო ბევრმა საგაზეთო ინტერვიუდან ფრაგმენტი ამოწია მე ისიც კი შემხვდა ზურა ქარუმიძის გადაცემაში ზურა ქარუმიძე ეკითხება და რაღაც კაი 6 წუთიანი ის არის ამ ვეფხის ტყავსნის ამ თავის ინტერვიუშიც ამბობს და იქ არ ამბობს ისე რომ რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი და ძალიან რაღაც ესეთი მისთვის მნიშვნელოვანი ტექსტზე მუშაობს და მის ასე ვთქვათ გასცენურებას აპირებს ხო მისი დამოკიდებულება იქიდან არ იძლეოდა ოპტიმიზმის საშუალებას მე ახლა მე არა ვარ ფილოლოგი რო ვთქვა რომ ახლა ვეფხის ტყავსანი ჩემი ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი დამუშავებული და ახლა ამის ციტატებით გელაპარაკებით ესი არ არის მაგრამ ხო ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი არის რა ვიცი იდენტობის ნაწილი არის ახლა უყურე ყველაფერი ეჭქვეშ დგას მაგრამ იქ რო არის რაღაც ღირებულებები ხო ყველაფერი არის ეს მე გაფანტული ამ დიდაქტიკაში და პედაგოგიკაში ჩვენთან. რამეს რო გვასწავლიან სიტყვაზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობას იქიდან მოგიყვანენ ციტატას, მეგობრისადმი ერთგულებას ვეფხის ტყავსიდან მოგიდა. სამშობლოს ის ყველაფერი რა, ხო? ხო და უყურე როგორი რაღაცა არის ასეთი მნიშვნელოვანი ტექსტი რო არის და ამის დადგმა გინდა ამ ტექსტით უნდა იყოს შეპყრობილი. აი ახლა მე ისე მოვიყვანე მაგალითად, მაგრამ აი თუ გინდათ აი ისეთი ბევრისთვის შოკის მომგვრელი ინტერპრეტაციით, ხო? აი ზურა ქარუმიძე მაგალითად, ხო? მისი დამოკიდებულებით ლიტერატურისადმი, ტექსტებისადმი, ვეფხის ტყავსნისადმი, ის აი რა ვიცი, კონსულტანტად აი მისი მოკლედ ის გადაამუშავებდა და რაღაცნაირად შეიძლებოდა გამკლავებოდა. აი მას რომ გაერისკა, ხო, არ გამიკვირდებოდა. ახლა როდესაც შენთვის ეს რაღაც ისეთი ტექსტი არის, რომელიც უბრალოდ შენს ყოფაში იმის გამო ხდება, რომ ვიღაც ტიპებისთვის არის მნიშვნელოვანი და თავს გახვევენ და შენ რო ნახე ეს რაღაც იდიოტობა არის, ხუმრობით დაწერილი და რაღაცა და ეს უნდა მე გავშიფრო და ვაჩვენო როგორი
როგორი მნიშვნელოვანი ტექსტი არა, რაღაც ამდაგვარი დამოკიდებულებით, ხო? არ გამოვა ეს. აი როგორ გითხრა, ამ ტექსტით უნდა იყოს შეპყრობილი, უნდა გადაგავსოს ამ ტექსტმა და აი მერე შეიძლება გამოგივიდეს. ან შეიძლება დაუპირისპირდა პირიქით. სიყვარული იქნება თუ კრიტიკული დამოკიდება, მაინც ესეთი უნდა კონდეს, მეგა რაღაცა. ხო, ნუ რაღაცა თუ არ იმას ქენი ადრე იყო ხოლმე, ხა აღარ აჩვენებენ, მაგრამ ტელევიზორში იყო მულტფილმები ბიბლია ანიმაციური ბიბლიიდან რაღაცა სცენები, რომელიც აი მულტფილმად არაფრად არ ვარგავდა, იმიტომ რომ ხა იმდენად მნიშვნელოვან რაღაცას ეხებოდა, რომ იყო რომ აი გადმოსცე ამბავი რო იცოდე რა, თქვა მოსესი ან რაღაცა ძველი აღქმიდა როგორც წესი. მაგრამ ეგ ხელოვნებასთან არაფერ შუაში არ იყო, ეგ იყო რომ დაждდა და ცუდად დახატული დადიან და მარტივიანით ბავშვისთვის გასაგებიანით გადმოგცემენ ამბავს, საიდანაც სიღრმე გამქრალია და ეხლა ბიბლიაში რო კითხულობ თუნდაც გამარტივებულიანით იქ კიდე რაღაცებს დაინახავ. აქ უბრალოდ ისტორიას ისმენ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში როცა არის აი რაც ვეფხისტყაოსანის ფილმი რატო არ არსებობს ან სერიალი ან ისა ერთგვარი დაკვეთა ბჭყალებში არის აი ბრტყელ საზიზღარი რაღაც აიღო მეფემ და დასცა მახვილი და შემდეგ ის გააკეთა რომ ფიქრობ რა რასაჭირო იყო არ არის ეგეთი ტექსტი გაცილებით ღრმაა და რაღაც შეიძლება ნებისმიერი ერთი აიღო და იქ ჩავღრმავდე მე არ მგონი რომ კაი ფილმი ოდესმე მანდან გამოვიდეს ან სერიალი თუნდაც იმიტომ რომ ვისაც ახლა მეც შენი არ იყოს შეპყრობილი არა ვარ მაგრამ ნუ შეიძლება წელიწადში ერთხელ წავიკითხო ხოლმე და რაღაცა ახალი აღმოვაჩინო და რაღაც ჩემი ვიფიქრო და ესა სერიალი რო იყოს რომ ავთანდილი მიდის და ანდერც წერს რამდენი უნდა აჩვენო იქ 30 წამი რო ზის და რაღაცას წერს ხო როცა სკოლაში როცა გვასწავლიდნენ და ისედაც დაждდა მეფე ანდერძისაც საბრალოსას საუბრისად აი მეფეო გავიპარე გარჯა მეფე არა მაგრამ ხო ძებნან ჩემგან საძებრისად ერთ-ერთი ეგ უწოდი ზეპირად სკოლაში იმის მე აღარ იმას მიქნია მაგრამ ეხლა ვეღარ ჩავალ ბოლოში ერთ-ერთი გული და ფეთქავი რაღაცა ზარღვი ეგ არის რომ წაიკითხავ და ვაუ რამდენი ჭკვიანური რაღაცა წერია და ჭკვიანურის გარდა ლამაზი და მაგას რანაირად გადმოსცემ ანუ თუ წაიკითხავ ისევ და ვიღაცის წაკითხულს კიდე შენ წაკითხული ჯობია რაღაცა იმას გამოიტან მოკლედ იმის თქმა მინდა რომ არანაირი საჭიროება არ არის მაგისი ეკრანიზაციის ეკრანიზაცია არაფერს არ გიშვება იგივე სპექტაკლებზე როცა არის ხოლმე ლაპარაკი ის ორიგინალი თავში რაც არის უნდა შეცვალო თუ არა ცხადი არ უნდა შეცვალო როცა იმას დგამენ სხვადასხვა შექსპირებს ახლა ცუდი შედარება თუ ის თავიდანვე პიესა იყო სათეატრო და ასე შემდეგ მაგრამ ყოველთვის ან რაღაცა ერთზე აქცენტი ან მეორეზე და თუ დღევანდელ საქართველოში რომ მივდივარ იქ ჰამლეტში რაღაცა ვერ დამანახე არ მკიდია ძველი ინგლისის ნებები ანუ ის არის ხო ამასინათ იყო რამდენიმე წლის წინ რომ კარმენი სადღაცა დადგეს და ბოლოში იყო შეცვლილი რაღაცა მითოს და ქალების გაძლიერების ამბავში რომ კარმენი კლავს იმ კაცს და მე ჩემი მეგობრო ზოგი წერდა იქ რომ აუ ეს როგორ შეიძლება კარმენიც წაგვართვით თუ რაღაცა და აი კიდე რა წაგვართვით ეს ხანდახან შეცვლილი ბოლოს და იმ წუთას ეგ მესიჯი გამოგაქვს შეიძლება იყოს მე რო ვიყავი ბავშვობაში მარატის სიკვდილი და არ იყოს საფრანგეთის რევოლუციაზე პატარა ვიყავი და ჩემმა წამიყვანა მაგრამ მაშინაც მივხვდი რომ ახლანდელ საქართველოზე იყო და არ იყო იმაზე მაინდა-მაინც იაკობინელებზე ხო აი აქაც მაგის თქმა მინდა რუსთაველზე შორს წასვლა არ არის საჭირო რუსთაველზე ამხელა ვნებები დუხს ხო აი ეს ხდება როგორ შეიძლება ეს უბრალოდ ესე ამხელა შემოქმედმა ან სიტყვაზე იმან ინსტიტუციამ ხო როგორიც რუსთაველის თეატრი არის ესე წაუყრუოს აი არანაირი ის არ კონდეს ამაზე რეფლექსია არ კონდეს ხო შეგიძლია და საერთოდ ხო გეუბნები ახლა შემოქმედება განსაკუთრებით თეატრში ცხოვრებას ხო აი ცხოვრებას უნდა ეხმიანებოდეს რაღაცნაირად უნდა ასა ერთადერთი რა ვიცი აი ძალიან უნიჭო უნდა იყოს გინდა რეჟისორი გინდა რა ვიცი მწერალი რომ რაღაცას გულით გრძნობდეს ედოს პულსზე ხელი რაღაც პროტესტი იყოს ხანგრძლივი პროტესტი და ეს ვერ ასახოს სათანადოდ აი ამის დანახვა ისა გადატანა შეეძლო უნდოდეს თეატრიდან ცხოვრებიდან სცენაზე გადატანა უნდოდეს ეს არის ერთადერთი სწორი მიმართება შენი ინტერპრეტაცია იყოს აი რაღაც გააკრიტიკეს სიტყვაზე ან რაღაც ორიგინალურ ხედვა მაგრამ ეს ცოცხალი ამბავი იქნება და რომ მოუბრუნდეთ იმას აი შეპყრობილობას ხო აი სიტყვაზე დიდი ტექსტი არის უზარმაზარი მასალა არის რთულად ასათვისებელი
არა მარტო იმის რომ აი ყველაფერი გაიგო ზოგადად აი საშუალოზეც უფრო იმაზეც დაბალ დონეზეც ხო არ არის ჩვეულებრივი ტექსტი იმიტომ რომ აქ ენა არის მე იქ ფილოსოფია არის ის მისტიციზმი არის ავით ბევრი რამე არის ბევრი ისეთი ადამიანური მომენტები ჩემ მეგობარი გიორგი ბაქრაძე ათრიეს აი ესე იმიტომ რომ თქვა რომ ნესტან დარეჯანი კარგი ადამიანი არ არის როგორც იქცევადი მაგის მიხედვით რომელიც მაგის გამო კრიტიკა აი მეათე ხარისხოვანია არა რა სამფრო როცა მაგას აკეთებ მე ყველა პატარა რაღაცაზე შემოგედავებიან იმიტომ რომ თუ ამბავს ყვები აი იმის ფილოსოფიური და რაღაცა განზომილების გარეშე რომ აი ქალმა ესენი გააკეთა თავისუფლად შეიძლება ვიღაც უთქვას რომ ეს არ არის კაი საქციელი ხო რატო ახოცინებ ტიპს ვიღაცებს და მე ის არგუმენტი რომ რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი ტექსტია წმინდა ტექსტია და არ უნდა შეეხოს ხო ეს არ ამგონია საერთოდ ამაზე მსჯელობა ღირდეს და აი თუნდაც სუდად შეეხოს თავს დაიღუპავს თორე ახლა ნუ რა ამ ტექსტს არაფერი დააკლდება ხო თუ ნიჭიერად შეეთამაშები ყველა დაინახავს რომ რა მაგარი ხარ შეთამაშებიან ნიჭიერად ახლა შეიძლება ესე არ დაუკუღია ამ სკანდალივით მაგრამ ვიღაცა ამტიტყაოსანს ათრევდნენ რა ვიცი რამდენი წელი გაზეთების პირველ გვერდზე სხვა ახლა მეტი არ არის საკითხული ბატონო ხო და აი მაგის გახსენება მინდოდა მე ზუსტად ყურე შენ არ ვიცი გახსოვს ზუსტად არ მახსოვს სად იყო რაღაც ფორმატით ნოდარ ნათაძესა და პაატა შამუგია სადღაც გადაცემაში თუ რაღაც დისკუსიის ფორმატი იყო არ მახსოვს შეახვედრეს ერთმანეთს ნოდარ ნათაძე ერთ-ერთი იმის გამოცემის რედაქტორი ხო როგორც ვეფხისტყაოსნის ძალიან მნიშვნელოვანი მცოდნე და ისედაც ისე ხო და ხო ხვდები თავიდან ინტერესი იყო გაჩენილი იმის გამო რომ აი ეს ადამიანი რომელმაც ესეთი შებღალა ჩვენი ესეთი სიწმინდე და რაღაცა და აქედან ამ ტექსტის დამფასებელი მცოდნე რომ რაღაცნაირად სათანადო ადგილს ხო და არა ხო და აი ბოლოს იყო როგორ იცი იმის გამო რომ პაატა იყო ძალიან ეგეთი სიყვარულით დაწერილი და ძალიან მცოდნე ვეფხისტყაოსის რაღაცები იგრძნობოდა მე ამ ნოდარ ნათაძე ათრიეს ქუჩაში ლამის მაგის გამო და ვეფხისტყაოსნები დაწვეს იმიტომ რომ ნოდარ ნათაძის მე სასკოლო გამოცემა იყო თუ არ ვიცი მოკლედ ის ამბობდა რომ ქალმა მისცა მარგალიტი აუსრულა საწადელი სექსი ქონდა თო ეკო და ამის გამო ის იყო რომ ეს რანაირად როგორ ექნებოდათ ავთანდილზე და იმაზე ალაპარაკი ნატოფშიც იყო ეს უარყოფა თუ რაღაცა რომ ეს შეუთანხმებელი ის გაიპარა და რაღაცა ხო მთელი ამბავი იყო მაგაზეც რომელიც არ ვიცი რა იგულისხმა ავტორმა რა არ იგულისხმა შეიძლება წაიკითხო და თქვა რომ მე ესე ვხედავ აქა და ხო და არის ხოლმე მცდელობა რომ აი მუზეუმში ჩადონ და ეს ამას ხელი არ მოკიდო რაღაცა ისქნა როცა იმიტომ ეს ფისტყაოსანი მაგრამ დღემდე ცოცხალია და დღეს შეიძლება წაიკითხო და რაღაც ის ჯენზის ურთიერთობებს რაღაცა დაელაპარაკო აი ეს არის მე ესე ვფიქრობ მხოლოდ არის ამ ხელოვანის შემოქმედის გამოწვევა ის ან საზოგადოებას აჩვენებს რომ როგორ ნიჭიერად როგორ კარგი ცოდნით და ნიჭიერად შეეხო ტექსტ მიუახლოვდა ან დაიღუპება და სასაცილო გახდება. თვითონ ტექსტს ვერანაირად აი რა დააკლდება. ხო და სულ რომ დაждდება დღედაღამე გინება დაწერა რომ ეს რასირობა დაწერია ფუ რაღაცა იმას რა დააკლდა ანუ დევს საუკუნეები და კიდე საუკუნეები. რო დაფიქრდე ხო ეს რა უქნა და ეს რაღა და რამე სიწმი აი სასაცილო არის. არაფერი არ დააკლდება არავის. მხოლოდ თვითონ მისთვის არის ეს გამოწვევა, მისთვის არის ხაფანგი, მისთვის არის შანსი რომ რაღაც პედესტალზე ავიდეს და მისთვის არის რომ ჩავარდეს ორმოში. და აი რო არ დამავიწყდეს, აი ეს შეპყრობილობით და სიყვარულით დაწერილი და გაკეთებული რო არის ჩანს, აი კომიქსი რო არის გაკეთებული ვეფხისტყაოსნის სულაკაურის გამოცემულობამ გამოსცა. დათო მაჭავერიანი კაკაცო დახატული. ხო, აი ნუ არა გაქვს? იცი რა არის? ნუ მოკლედ აი ვერ დაასრულებ თვალიერებას ისეთი ის. აი იგრძნობა რომ შტამბეჭდა. აი კონგენი აი ტექსტის შესაბამისი ის არის გაფორმება და ის. აი ჩანს ავტორისთვის ამ შემთხვევაში მხატვრისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს და როგორი ნაფიქრი აქვს. ძალიან ეგეთი შტამბეჭდავია. ხოჭორს აი ესე რომ მოვაბრუნოთ ისევ კიდევ ერთხელ ლაპარაკობს სპეკლზე რომელიც არ მინახავს, მაგრამ დათოს როგორც აქ მათ გაკეთებული ზოგს მოწონს თვითონ ისა ზოგს არ მოწონს მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის რომ ძალიან დიდი ხნის და ძალიან გამოწვეულით ნამუშევარი არ არის. აი ამ სპექტაკლზე იტყობა რომ რამდენი წელიც არ უნდა ეფიქრა მაგას არის რა იქ მომენტები რომელიც უკეთეს შეიძლება ყოფილიყო და რომელსაც არ ვიცი რეპეტიცია უშველი და სახიობის გამოსვლა უშველი და მუსიკის გამოსვლა უშველი და რეჟისორის თუ ვინც არ ვიცი მაგრამ არ არის ესე გამოსული როგორც უნდა იყოს. ხო რა არის ასე ბუდიშეთსაც ვიტყვი რომ ნოდარ ნათაძე და ია ანთაძე ნათაძე მსგავსი გვარებია იანთაძეს აქვს ვეფხისტყაოსანზე რამდენიღაც
რამდენიმე თვეა უკვე აკეთებს ძალიან სერიოზული ლექციები YouTube-ზე დევს და ხდება ხოლმე სულ და მე კი ჩაუჯდები და უყურებ. ანუ არ მინახავს და ამიტომ ვერ ვამბობ, კარგია თუ ცუდი თუ რა, მაგრამ ცუდი რატომ უნდა იყოს ანუ. აი რო ვამბობდით რომ გააჩნია ესე იგი რომ ატმოსფერო შექმნეს ისეთი რომ მოკლედ ამ პოლიტიკური იმით იდეოლოგიის მიხედვით ატარებენ ფილტრში და ვიღაცას რაღაცას აპატიებენ და ვიღაცას მოთხოვენ მაქსიმალურად. აი წარმოიდგინე, აი მილიონის ლანძღვა შემხედრია ლევან ბერძენიშვილის, რომელსაც ლანძღავენ ყველაფრის გამო, სრულიად დაუმსახურებლადაც. ისეთი ავტორების გამო, რომელსაც ეთაყვანება და რომელზეც ლექციები აქვს ჩაწერილი და რაღაც, აი ვიღაცა სადღაც რაღაცას კონტექსტიდან ამოჭრის რაღაცას და აი იმაზე ააგებენ მერე და არ მთავრდება ეს ლანძღვის კორიანტელი. აი წარმოიდგინე რომ აი ასეთი ტიპის შემოქმედს გაეკეთებინა ეს რაც გააკეთა, ხო როგორიც გააკეთა, რაც მოხდა ამ სოციალურ ქსელებში, ხო? ნუ არ ვიცი აქ იქნებოდა მივარდნები, რაღაც კარის აჭედვები, ის გახსოვს ის რაღაც ის ღვინო წაგვი ბილწეს თუ რაღაცა, იქ რუსთავიორთან რო იყვნენ მისული ვიღაც კახელი მეღვინეები რო ჩამოსული იყვნენ, რაღაც. არ ვიცი მაშინ ქვევრში ჩაგიფსითო თუ რაღაცა ესეთი და ხო, თუ და რაღაც ეგეთი და ნუ ამაზე ერთი ამბავი იყო. ხო ჰიპოთეტური ნათქვამია ახლა ის ხო არა ჰიპოთეტური გეტყვი რაც ნამდვილი იყო. ტიპს ქონდა ვიღაცა მე მგონი ფრანგი ტიპი იყო მოდელი ბიჭი. ფოტო გადაღებული რა სვანეთის ფოლზე შიშველი ისე და ბოდიში რომ ხო და ის ტიპი გავდა შოთა რუსთაველს. ხო შოთა რუსთაველის პორტრეტს გავდა შოთა რუსთაველი როგორი იყო სინამდვილეში არავინ არ ვიცით. იმ შოთა რუსთაველს გავდა რუსთაველის მეტროს თავზე რო დგას და უბრალოდ შიშველი კი ორი სხვა რაღაც აური ერთმანეთში, ანუ ამ ტიპის ფოტო გავრცელდა თავიდან რომ ნახეთ შოთა რუსთაველს როგორ გავსო და მე ნახეს რომ სხვა ფოტოები ედო, სადაც რაღაცა ისე თამამი ლეტნე ფოტკი როგორც იტყოდა ქართველი პოლიტიკოსი იმით პოზირებდა და ტიპები კომენტარებში უწერდნენ რომ შენო ეხლა ვერ გაშიშვლდებიო ძმაო შენ ვიცი ვის გავხარო და ის ჩემთვის ხორო ვაფშე არ ვიცი რა ხდებაო და თან მით უმეტეს რომ შოთა რუსთაველს გავს თუ ვის გავს არიც ის არავინ იმიტომ რომ არ ვიცი როგორ გამოიყურებოდა ეს და რაღაც ვიდეო იყო იქ სვანეთში სადღაც ის ორი ამბავი აური სვანეთში იყო ვიღაც ტიპი რომელმაც ფოტო გადაიღო კოშკების ფონზე და რაღაცნაირად კასტიტველი იყო მგონი მაგაზია გინდა. ბოდიში მოახდებინეს რომ ხო ცოტა უცნაურია. ორი ამბავი აური, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთი იყო რომ ტიპს ერჩოდნენ რომ შენ შოთა რუსთაველს გავხარო და ამიტომ შენ ცხოვრებაში რაღაცებს ვერ იზამო ესე როგორც გინდა რომ ქნაო. ხო, მოკლედ თვითონ არის აი ეს ძალიან სენსიტიური არის ქართველებისთვის, არის ყველაფერი რა ვეფხის პაუზა. სხვა შორის ეგ კარგიც არის, ანუ თუ გინდა პაატა შამუგიას რაზეც ედავებოდნენ ეხა იმ ასალ-დასავალის კითხვის აბსოლუტურ უმეტესობას არც გაუგია მანამდე რომ ანტიტყაოსანი დაწერილი იყო და მარტო ის მონაკვეთები იცოდა რომელიც გაზეთში იყო გამოქვეყნებული და მე რო გითხრათ რომ მე მაგის იქით ვიცი და წაკითხული მაქვს მოგატყუებთ რომ არა ვარ მაინც მკითხველი და რაღაცა ის ყველაფერი ვიცი თქვა ცუცარ დაწერდა ვიცი ალბათ ოსტატობით არის დაწერილი მაგრამ ასევე მგონია რომ როცა მაგაზე მიდიხარ თან იცი რომ სენსიტიურ ადგილას ეხები ხშირ შემთხვევაში ხელოვნების ამოცანაც ეგარო ტიპები რო დგანან და ამას არ შეეხო, მითხარ ამას არ შეეხო, აი ზუსტად ამას უნდა შევეხო, იმიტომ რომ ხო, ეგრე ვიწევ ძლიერ ემოციებს, ოღონდ ამას რო შევეხო, არის შეიძლება ოსტატურად გააკეთო, შეგიძლია გააკეთო რაღაც ეჯი თინეიჯერივით, რომელიც ნახერა შემილია ვქნა, მანდ უკვე ავტორის ოსტატობაზე და იმაზე არის, რამდენჯერ თქვი ოსტატობა, მაგრამ ნუ ხო, ის რომ აი სიტყვაზე ის არის ბატონი რობერტი, ის შემოქმედია, რომელსაც უყვარს ესე იგი ბურჟუას გაღიზიანება, გაბრაზება, რაღაც ენის გამოყოფა და ეს შემთხვევა არ არის, რავი, მე ვფიქრობ ახლა თვითონ არის ამ სისტემის ნაწილი თვითონ და არ ვიცი, ვის აბრაზებს, ხო? ისინი უნდა გააბრაზოს, ვინც იყო ელიტა და ტას უკრავდა, ხო? და მე გეუბნები, ისევ თუ ვინმეს აგრესია აქვს, ისევ არის იქითაბაბლიდან, ხო? აქითაბაბლი ძირითადად ქირქილებს და იცინს. ანუ კი ერთხელ სპექტაკლი რო არა გაქვს ნახე, არ ვიცი რა ხდება იქ, მაგრამ შეიძლება რაც მომენტია რომ მოტრიალდება ვიღაცა და კულტურის მინისტრს ეუბნება, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები და მე ვიღაც გვერდზე მიუთითებს იმაზე, არ ვიცი ვიღაც ტიპზე რომელსაც მონას ეძახიან ხოლმე და უკვე ის არის კი, არა, თან ჩვენ ახლა გვაქვს ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, როდესაც რაღაც ერთ პოლიტიკურ ალბათ ეგრე არ არის, მაგრამ რამდენი რაღაც შეიძლება დაინახო. რაღაც ერთ პოლიტიკურ ძალას, ერთ პიროვნებას ხელისუფლებაში ყოფნა
ჭიანურდა, გაუხანგრძლივდა. არაბუნებრივია, ხო, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა რო არის ხელისუფლებაში და რა ვიცი, აბა შემოქმედებით ადამიანს, რეჟისორს, წერალს, ფილმის რეჟისორს წესით უნდა უჩნდებოდეს თუნება რომ ამ მნიშვნელოვან პრობლემას შეეთამაშოს და რაღაცნაირად ისაქნას, ხო? თავის პოზიცია გამოხატოს და დააფიქსიროს, ხო? ბევრი რამე ისეთი ხდება, რაც, რა ვიცი, შემოქმედებითი იმის ხელობის და პროფესიის მქონე ადამიანებისთვის პირდაპირ ის არის რა, მასალა არის, ხო? რამდენიერ შეგვიძლია თან ინტერპრეტაცია, მე მახსოვს პატარა ვიყავ, მამა ჩემს კითხავს ვიყავით, ჩაისვამდით რა საღამოს და მეთქი მამა რას ნიშნავს, რასაც აგაცემ შენია, რაც არა დაკარგულია და მომჩებს ესე გაეხარდა, იმიტომ რომ ბევრი მოსაზრება ქონდა მაგასთან დაკავშირებით და ნახევარი საათი მიყვარდა რა. რა მიპასუხა არ მახსოვს, ანუ ხო იცი რაცა ისა, მაგრამ მახსოვს რომ გაეხარდა მაგაზე პასუხი. რობის აქ რომელიღაც სიმღერაში რუსთაველის ბრალია ახსენები? შეიძლება. არ მახსოვს. შენ ახარ ნიკო მუსიკალური კრიტიკოსია. ნუ გამომიყვანს სცენაზე და ნუ მომიშვათ პროჟექტორს, როცა არ ვარ მაგისთვის ზად, მაგრამ კი ერთხელ რამდენიერად შეიძლება რომ თუნდაც ახლა რომ ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ერთსა კლდოვანი და ამ დროს რა შვები, ანუ შენ თავს ეუბნები თუ დარბაზში ვიღაცას ეუბნები თუ კედელზე რა გიკი, ანუ რაღაცა ისე აზრი არ აქვს თუ ეხანდელ ამბავს არ დავუკავშირე და არ ვამბობ აუცილებლად რომ რობი კოსტური უნდა გამოვიდეს და პროტესტი გამოაცხადოს რამის წინააღმდეგ, მაგრამ ვიღაცას თუ არ ასწავლი რაღაცას არ აჩვენებ ეხანდელზე თუ არ გიდევს, მაშინ აი მართლა ეს არის ბიბლიის მულტფილმები, ეგ არის AI-ის გაკეთებული ვითომ ისტორიული ნაგავი, რომელსაც აჩვენებენ ხოლმე ქართული ტელევიზიით, რომელსაც აქ ნაგვად არის ნათარგმნი, მე უკეთეს თარგმანი მაქვს, სალაფავი ქვია მაგას, AI სლოპს ეძახიან. სულ სალაფავი და სალაფავი არის, კაი თარგმნი, რომ მართლა სალაფავია და სლოპ სალაფავია და თან აი მართლა რაღაცა უგემურად გაკეთებული, რაც იჭმევა, მაგრამ საჭმელი არ არის. არ არის ვიღაცის ხელით დახატული, არ არის ვიღაცის 3D ანიმაცია. ეგ არის რომ კნარი რაღაც. ხო, რომ რატო არ აი მოწოდებები რო არის ხოლმე თეატრალკენ სადარი დიდი ხანი აღარ გამოჩენილა, მაგრამ მაგის მხრიდან იყო ხოლმე რომ აი რატო არ აღზრდით თაობას და აღზრდაში იგულისხმება აი ეს ტყუილი, კიდე აი ეს რასნაირი მულტფილმები, ხოლო აღდგა მეფემან და შემდეგ გასცა და არც ისტორია არის, არც ხელოვნება არის რაღაცა პროპაგანდა. რომელშიც არც სიღრმე ჩანს, არც პიროვნება ჩანს. ხშირად არის ხოლმე რა აკრიტიკებ, რა ავით აღმაშენებელი ესე რატო დახარე და იმიტომ დავხატე, რომ ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ერთ-ერთ ტოპ 3-ში მაინც არის შოთა რუსთაველთან და ვიღაცა ილია ჭავჭავაძე, ზოგისთვის კიდევ რაღაც შეიძლება სხვა იყოს. ვიზეც უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვაჩვენოთ როგორი იყოს სიღრმისეულად ადამიანი ჩანდეს, ან თუნდაც ზე ადამიანი თავისი რაღაცეებით. სუპერმენი მაგით ვახობ მოსაწყენი გმირი, რამე თუ არ ვქნა ტიპი მოდის, ვერაფერს ვერ უზამ, ყველაზე კეთილია, არაფერი მინუსი არ აქვს, ნუ კაი კრიპტონის ჩაუყრი, ადგება. ანუ ყველაზე მოსაწყენი სუპერგმირი, იმიტომ რომ აი რაღაც სიღრმე არ აქვს, სიბნელე არ აქვს, რაღაცა არ ტანჯავს. როგორ ვთქვათ ბეტმენს? ხო? არა, ბეტმენს ტანჯავს რაღაც. არა, განსხვავებით ბეტმენის განსხვავი გულისხმიან. ხო. ხო, და მოკლედ ვებხის ყავსნები უნდა ვდგათ, მაგრამ არა მარტო იმიტომ რომ ხევანდელობას რატომ უნდა ვდგათ ვებხის ყავსნები, მოდი უკან მიმაქე სიტყვები და ჯიმი შენ გააგრძელე რომ რაღაცა ის რახან პოპულარული არის და მანდეთან რაღაცა სიკეთების ამოღება შეიძლება ხევანდელობიდან გამომდინარე, უნდა დაუდგათ იასნია. შაქარია ამაში. ხო, არ ვიცი. რატო დავიყარე ხო? მე იმ პოზიციაზე ვარ, რომ შემოქმედს, რეჟისორს, წერალს სრული უფლება აქვს შეეხოს ნებისმიერ ტექსტს, გაუკეთოს ინტერპრეტაცია, იქ რომელიღაც პერსონაჟი გააძლიეროს, ან სხვა კუთხით დაგვანახოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა იყოს ბუნებრივია, ნიჭიერად გაკეთებული. მისი პერსონალური პასუხისმგებლობა არის. აქ ახლა ის არის სახელმწიფო თეატრი არის და კიდე ბიუჯეტი და რაღაცა და ვიღაცისთვის ასეთი ფუფუნება ხელმიუწვდომელია, ვიღაცას ხელი მიუწვდება. შეიძლება დამსახურებულად, შეიძლება სრულად დამსახურებულად, ამის გამკითხავი არავინ არ არის, ხო? არის, მაგრამ მან დაიხო რომ ხო მან ძალიან რთული არ ჯერთ ბიუჯეტი ფულს რო გაძლევს რისკებზე წახვიდე და რაღაცა ის გააკეთო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი ადრე იყო ანუ 90-იანებში ან 2000-იანების დასაწყისში სკანდალი ამერიკაში, რომ ვიღაც ტიპს ჰქონდა ჯვარცმა ჩადებული შარტში და ეს იყო ნაწარმოები, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსებული რაღაც სახელმწიფოის იყო და სხვები ამბობდნენ რომ ხელობა არის საშინელი, არტისტს ყველაფრის შეიძლება უფლება უნდა კონდეს და ნუ ისინი არა ვართ რომ
რაღაცა გადაცდომის გამო ან არა მკრახელობის გამო წვავენ და ხოცავენ, მაგრამ მე სხვები უნდა ამერიკელები, ჩემი გადასახადის ფული ამას რო აკეთებ. სწორია ეგა და მე მიმაჩნია რომ შემოქმედს ყველაფრის უფლება უნდა კონდეს და ყველაფერი, მაგრამ ასევე მგონია რომ არ უნდა კონდეს, ანუ რა ვიცი, მე ხა უმეტე რო იცი რომ ეს კაი დავიკიდოთ მკრახელობა და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან რთულია რომ ბიუჯეტი გაფინანსებს და მე დადგა რაღაცნაირი ვეფხისტყაოსანი, სადაც აი ნახე პოლემიკაში შევდივარ შოთა რუსთაველთან და უმეტესობა გეუბნება რომ შენი ხარჯით შედი, შენი ბიუჯეტით შედი იმაში პოლემიკაში შოთა რუსთაველთან ჩემი ფულით რატო შედიხარ? მით უმეტეს როცა არ დამითვლია მართლა როგორ, მაგრამ ძვირი ჩდება თითოეული. ხო და მე ისევ რომ მოუბრუნდე იმას რომ თვითონ ატმოსფერო ხო ჩვენ ამას ვამბობთ ხო კრიტიკაზე, დაცინვაზე, კრიტიკის უფლებაზე, დაცვინის უფლებაზე. ბევრს გონია რომ აი პოლიტიკური იმის რომ მიუღებლობა გვაქვს მისი პოზიციის და ამიტომ შეიძლება ვიღაცამ დაცინოს, მაგრამ ატმოსფერო აქვს თვითონ ესე შექმნილი, ეს ატმოსფერო არ შეუქმნია არაძალაუფლების მქონე ადამიანებს და იმ ადამიანებს, ვისაც ქუჩაში დაძდევენ და სცემენ. არის პროპაგანდისტული არხები, არის ბეჭდური გამოცემები, სადაც ასევე შემოქმედებით ადამიანებს, მწერლებს, მსახიობებს, რეჟისორებს უპირობირით ლანძღავენ და ხშირ შემთხვევაში სრულიად დაუმსახურებლად, ხო და მაშინ რო ხმას არ იღებ, ხო არ მოსულა რა ეგრე რომ შენ ის გაასაღო რომ ვიღაცამ ჩაიკირქილა, იმად გაასაღო რომ აქ ვიღაც 37 წელს გიწყობს და ის სანდრო ახმეტელი ხარ და ასე შემდეგ, არ არის ეს მოსაწონის აქციელი. ის რომ აი ესეთი ატმოსფერო არის შექმნილი, ხო, დიდწილად მათი დამსახურება არის. ვინც წარმოადგენს დღეს ამ იმას კულტურულ თუ პოლიტიკურ ელიტას, ხო და იმისი რომ რისკზე წახვალ და შენიანებივე იმას იზამენ. კი, მანამდე ქონდა რაღაც სპექტაკლები და რომელიც ვეფხისტყაოსანი არ იყო, ალბათ, ანუ ესე ვამბობ და შეიძლება არ იყო, კაი, მაგრამ ყველა ამბობს რომ მაგრამ როგორც კი რისკზე წახვალ, მე გამოვლენ რომ ნიზამახნუცენი ლინამ на товарища Шекспира თუ როგორ არის? Нашего, так сказать, Уильяма Шекспира. საიდან არის რა? ისა, ვირიგის ავტომობილი ფილმი რო არის ის ევსტიგნეევი ეუბნება ამ იმას ლუბიმოვი და ხო, სტარტონოვსკის. ამიტომ მაშინაც ეგეთი ის იყო ხა, ვისაც რუსული არ ესმის თუ რაღაც ატმოსფერო რომ ვიღაც ტიპები დილას იღვიძებდნენ რომ აბა ხა ვის ვაგინოთ და ხო რა ვიცი ახლა იცი რა არის რუსთაველის ქუჩაზე ხო სპექტაკლები არც თეატრებში გვაკლია და არც თეატრის გარეთ ხო იქვე არის პარლამენტი და პარლამენტის წინ ხდება რა ვიცი ბოლო წლებია 10 წლეულები არის დრამაც ხდება და რა ვიცი ტრიუმფიც და იმედგაცრუებაც და ყველაფერი და ახლა დღეს 9 აპრილი არის და ბუნებრივი არის ვერც დღევანდელ 9 აპრილს აუქცევთ გვერდს და ვერც სიტყვაზე იმ 35 წლის წინანდელს და 37 წლის წინანდელს. მოდი დღევანდელი 9 აპრილი როგორ იყოს ხვანაერი სხვებისგან რომ ბევრი წელი ამას ვაკეთებ და ხანდახან 9 აპრილის კვირაში გვიწევს და ნუ რამდენი უნდა ვილაპარაკოთ ისტორიულ 9 აპრილზე დღეს ხო დღეს ცოტა უცი ისტორიულ ჭრილში ხო რა ვიცი წინა მისვლებისაგან განსხვავებით ხელისუფლების მისვლა იყო ძალიან უცნაური იმიტომ რომ ეს სარიტუალო ის რაზმი რომელიც ის წითლებში ჩაცმული და ის რაღაცა არასოდეს მინახავს რომ ამით მისულიყო ხელისუფლება და მე ვფიქრობ ეს ცოტა რაღაც ვირეშმაკობის ამბავი იყო ხლა მთლად იმით რობოკოპებით და პოლიციით და ის სპეცრაზმით და იმებით მისვლა არ იქნებოდა და აი ეს ლამაზად ჩაცმული ის ყარაული ასრულებდა ერთგვარ რაღაც იმას რა შემაკავებელ თუ რაღაც იმას აი მოკლედ სცენარის ნაწილი იყო აი ეს შეფუთვა ესე რომ ხო და თუმცა ფონად მაინც უწევდა ამ იმას ხელისუფლებას იქ ქუჩაში გამოსული ადამიანების შეძახილების 37 წელი მოუწყეს ხო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ბოლშევიკმა ნაცრადიკალებმა არც ერთ ხელისუფალი არ მოსულა. არა, ხო, როგორ ჩანს, დილით ბოლშევიკმა ნაცრადიკალებმა კიდევ ერთხელ 37 წელი მოუწყეს ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორ ჩანს, მათთვის ესე ვთქვათ, თლად და ძალიან მარტივი არ არის მარტო მისვლა დაცვის გარეშე და იმიტომ რომ რაღაცებს ლაპარაკობენ ხოლმე, რომ როგორ რუსეთის ბრალი არ იყო თუ ხო, არ მინდა რომ
ზუსტად ციტატები არ მახსოვს, რომ არ შემომედაოს ვინ რომ თქვა ზუსტად ეგრე არ უთქვამთო, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, რომ უცნაურ განცხადებებს აკეთებენ, მე მომეჩვენა უცნაურად 9 აპრილთან დაკავშირებით კონკრეტულად, იმათ რა თავი დავანებოთ. იცი რა არის იმდენად ერთმნიშვნელოვანი ამბავი არის. უკაცრავად ტელეფონი დავიწყე. უკაცრავად. იმდენად ერთმნიშვნელოვანი ამბავი არის 9 აპრილი, ხო? რომ აქ აი რაღაცის ინტერპრეტაციის და რაღაცის ადგილი არ უნდა რჩებოდეს. აქ რომ სიტყვაზე საქართველოს მოქალაქე დღევანდელი ვერ თანხმდებოდეს 9 აპრილს რა მოხდა, რაღაც აი სრულიად ნონსენსი არის და მართლა იმას გაღიზიანების ლეგიტიმურ საფუძველს ქმნის. და ძალიან ახლა რაღაცნაირად როგორი რაღაცა პოლიტიკოსები ხო ზოგადად მიჩვეული არიან ამ საჯარო სივრცეში ტრიალს, ქებასაც, ათხალიმობასაც, აგრესიასაც, კრიტიკასაც, აგრესიასაც, ღوارგადასულ აგრესიასაც და ასე შემდეგ. რაღაცნაირად პოლიტიკოსის ის უნარჩვევებში უნდა შედიოდეს სკილებში, რაღაც ადეკვატურად, აი გარემოს შესაბამისად იქცეოდე. დღეს იყო ძალიან, არ ვიცი, ალბათ თვითონაც რო ნახავს, საღამოს რო მივა სახში და ტელევიზორს ჩართავს, კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი. იქ დახვდნენ საპროტესტო აქციებში მონაწილე აქტივისტები და ასე შემდეგ და თავის პოზიციას მისთვის მიუღებელი ფორმით. თუმცა მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავდნენ და აი 9 აპრილს პარლამენტის წინ კაცი პოლიტიკოსი ესე დაეჯაჯგურა, მოჭიდავესავი და რაღაც აქცევას უპირებდა გზიდან. აი რაღაცნაირად აი 9 აპრილს თან ხო ესეთი ამბავი არის რომ ქალები განსაკუთრებულად დაზარავდნენ, ხო? აი ასეთნაირად ცდილობდა გამკლავებოდა და რა ვიცი ახლა იქ ნიჩაბი არ ქონდა, ხელკეტიც არ ქონდა. ხო ახლა ვაზვიადებ რა საკვირველია, მაგრამ იქ რო ქალს არ უნდა ეცედა რაღაც არ გაუკეთო და გადააგდო. არა, სრულიად დაკარგული აქვს თმენის ვალდებულება თუ რაც რო ამბობენ ხოლმე ხარ. 9 აპრილია. თან 9 აპრილია, თან იმ ქალმა რა უნდა გიქნას, შეიძლება ცუდი სიტყვა გიქნას და გაუღიმედოთ, რომ 9 აპრილია გამოკიდებლობის აღდგენის დღეს გიყარ. რამდენიერ შეგიძლია რომ ისე გამოჩნდე რომ ნახე ესენი მოვიდნენ და მე არ მოკიდო ხელი და არათრიო თუ რა ხშირად ისმის ხოლმე ესეთი გაღიზიანება რომ რაღაც ჯგუფი ერთი მუჭა ჯგუფი ცდილობს ამ 9 აპრილის მითვისებას და იცი რა ლექსიკითაც როგორ გვანან, იცი აი ხშირ შემთხვევაში ეს ლექსიკა არის აი 1999 წლის 9 აპრილის შემდეგ რო გაზეთები გამოვიდა და ანის სიტყვაზე ჯერ რამოდენიმე დღეში დაიწყება ესეთი იმას კატასტროფული სიჩქარით ჩაძირვა ხელისუფლების მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლების მაგრამ 9 ხო აი 9 აპრილს 10 აპრილს აი ზუსტად ის ლექსიკა ერთი მუჭა ავანტურისტები რადიკალები ხომ ათრიგებები თუ არა ანუ ამას დაათრიგერა რა არა ხო ვინ 9 აპრილი რა ანუ არა მაშინ ვიძახე მაშინდელი ამბავი ხო ერთ-ერთი იყო კი საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი იყო 9 აქ აპრილი. აქ საქართველოში როგორი რაღაცა იყო, იცი? ამ ეროვნულ მოძრაობა უკვე მოყოჩაღებული იყო, სერიოზულ მიტინგებს ატარებდნენ, გავლენაც ჰქონდათ, ანგარისაც უწევდნენ, ესე იოლად ვერ იჭერდნენ და რაღაცა, მაგრამ აი თვისებრივად შეიცვალა 9 აპრილის მერე. 9 აპრილის მერე რამდენიმე დღეში ხო დაიშალა? ანუ მაგის მერე არა, ყველა დაიჭირეს, კაცო. არა, საბჭოთა კავშირის არა, რამდენიმე დღეში არა, რამდენიმე დღეში კი არა. ჩვენ დამოუკიდებლობას გამოვაცხადებთ 2 წლის მერე. 2 წლის მერე გამოვაცხადებთ. მაგრამ მანამდე ჩამოშლა დაიწყო, მაგრამ რაღაც დღის თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაზეთები იყო. ფაქტობრივად რამოდენიმე დღის, იმიტომ რომ უყურე აპრილის მერე უკვე მოდის 26 მაისი. აი 26 მაისისთვის უკვე სხვა საქართველო არის ყველა ის ლიდერი გამოშვებული არის იმართება უზარმაზარი მიტინგები და ის თვითონ ამ უკვე 26 მაისისთვის უკვე რიტორიკა პრესაში, მედიაში აღარანაირი მაშინ ყველა გამოცემა ფაქტობრივად სახელმწიფო იყო, ტელევიზიაც არ არსებობდა კომერციული და უკვე აი ჩვეულებრივ ის ნარატივი რაც აკაც უკვე სიტყვა არ იყო, მაგრამ რადიკალებს ეძახოდნენ ჩვეულებრივად ეროვნული მოძრაობის ხალხს და 26 მაისზე გეხოცებთ მოყოლი მაგ, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი მოგონება არის მაგ დროს მშობლებმა წამიყვანეს ვაკის პარკში იყო დიდი მიტინგი, ალბათ 26 მაისი იყო, მან რაღაცა მიდამ და ერთი მახსოვს რომ ვიღაც უნდა გამოსულიყო სიტყვით და ალბათ დათო ტურაშვილი
რომელიც მაშინ გახდა ცნობილი როგორც ახალგაზრდა კაი გამომცვლელი. მოკლედ ხალხს მიმართ მსგავსე იყო ვაკის პარკი, რომ ვინმეო სომხურის მცოდნე ხო არ ახართ აქო, იმიტომ რომ ჩვენიო ძმა არისო აქო ერევნიდან უნდა მოგმართოთო და რუსული არ იცისო. და ყველა ესე რომ დაუკრა რა რუსული არ იცოდა უბრალოდ ის იყო რა რომ უკვე ტეხავდა და მე რომ წამოვიდა ძალიან ბევრი ხალხი ესე მოდიოდა და ეხანდელი ილია-უნის და მაშინ პუშკინის წინ უზარმაზარი რიგი იყო წყლის წინ და ჩემი და ნუ გავჩერეთ მე ამშენ ვარ 12-ის თუ რაღაცა 13-ის და ბავშვიანი გაატარეთო ყველამ რაღაცა ესე გამოვშვა არც ისეთი პატარა ბავშვი არ ვიყავი მაგრამ და არც ძალიან არ მწყუროდა მაგრამ ეგ პონტი მომეწონა რომ ყველა ისე ვართ ერთმანეთს უფრთხილდებით და ხო, აი მაქედან დაიწყო უკვე ყველასთვის აშკარა იყო რომ ისე აღარ გაგრძელდებოდა ცხოვრება და ნუ აი ეს ფორმალურად ჰქონდათ ხო ესენი იყვნენ არაფორმალები და მოკლედ იმას კომუნისტურ პარტიას რომელიც ერთადერთი ლეგალური პარტია იყო ფაქტობრივად ჰქონდა დაკარგული ძალაუფლება და ისე იყო რასაც ეთყოდნენ და ჩათრებას ჩაყოლაჯობიაო ფაქტობრივად ესეთი ამბავი იყო და ის მერე ეს რომ 2 წლის მერე 9 აპრილის გამოცხადება მანამდე ახლა დიდი საქმე დიდი სამუშაოც ჩატარდება და ყველაფერი ის რეფერენდუმი როგორც მოეწყობა რა ფორმით მოეწყობა შენ ვაობა აი საბჭოთა კავშირი მაშინვე დაიშალა მაშინ არა აი იმ ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ ასევე და რეფერენდუმი ყურე 31 მარტს რეფერენდუმი ჩატარდება და 9 აპრილს გამოაცხადებს დამოუკიდებლობის აღდგენას უზენაეს საბჭო მანამდე ხო საბჭოთა კავშირი თვითონ თელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ატარებდა ამ იმის საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმს იგი ჯერ მიდიოდა ეგრე გარკვეული არ იყო ხო აი ცუდი ის იყო რომ აი ხო გეუბნები ყველაზე მურტალი და დამაზიანებელი რაც იყო აი არჩევნები ეს 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს ვერ შეხვდა იმას კი არა რომ ერთპარტიული ყოფილიყო ისე და ყოფილიყო მრავალპარტიული თვითონ ეს ისა ეროვნული მოძრაობა გახლეჩილი შეხვდა არ იყო კონსენსუსი ახლა ძნელი დასაჯერებელია ამას რომ ამბობთ მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო აი ეს გავლენიანი პოლიტიკოსები ეროვნული მოძრაობის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ არჩევნებში მიიღო თუ არა მონაწილეობა ნაწილი ამბობდა რომ არ შეიძლება ესეთი ლოზუნგიც იყო ხო ჯერ თავისუფლება და მერე დამოუკიდებლობა რომ აი როგორ ახლა ეს იმისთვის იმას გვითრევენ ამ არჩევნებში რომ ისა ქონან თვითონ იდეა აგვახიონ და რაღაცნაირად საბჭოთა კავშირში შეგვათრიონ და იმან გამოაჩინა ხომერე დრომაც რომ არ ყოფილა ეგრე ის კონგრესი აქ რო ესე იგი 28 ოქტომბრის არჩევნები ტარდებოდა პარალელურად რამოდენიმე დღით ადრე ყველაფერი იყო წანაცვლებული ესე თქვა დასწრებაზე იყო ვინ უფრო ის კონგრესის არჩევნები ჩატარდა ხო და ხო უკვე რაღაც პიროვნული წყენაც იყო ბევრი რამე იყო და მე ვფიქრობ რომ აი ის ბზარი რომელიც გაჩნდა მე გადაიზარდა იმ დიდ უბედურებაში რამაც მე დაღუპა ეს ისა და გაახუნა ეს ჩვენი დამოუკიდებლობა ხო მოკლედ მაგრამ უყურე როგორი რაღაცა არის აი ეს ხო დიდი ის 40 წელი არ არის ეს იმის ბიბლიური 40 წელი გასული მაგრამ ბევრიც აღარ გვიკლია ხო და აი ძალიან გულდასაწყვეტი არის და გულმოსაკლავი არის ის რომ ამხელა მსხვერპლი გაღებული და აი ეს მსხვერპლი როგორი რაღაცა არის იცი თითქოს აი ჩვენი სხეულის ნაწილების ხარჯზე მივიწევთ წინ რომ აი გავიდეთ სადღაც გავახციოთ სამშვიდობოს და რაღაც ისეთი ნაბიჯების იდგმება რომ აი ამ მსხვერპლს ნიველირებას უკეთებს ჩვენ ხო ვიცით აი როგორი რაღაცა არის რომ აი რაღაცის ფასად იმაშვება გიშვებს რუსეთი ხო აი ის ომი იყო ჯერ 90-იან წლებში აფხაზეთში ცხინვალის რეგიონში მერე 2008 წლის და მაინც ამ მსხვერპლის ფასად დისტანცირდები და ხანდახან ფიქრობ რომ კი აი ასე დავზიანდი ამდენი ადამიანი დაგვეხოცა ეს ეკონომიკას ეს დაემართა ის მაგრამ ის მთავარი მტერი და მთავარი დამღუპელი რაც არის და რამაც შეიძლება საერთოდ მომსპოს და აღარ დამტოვოს ხო როგორც პოლიტიკური ორგანიზმი იმას შორდები და აი რაღაც ისეთ ნაბიჯებს ვდგავთ რომ ამის ნიველირება ხდება და შემდეგ ჯერზე რომ გადავწყვეთ სიტყვაზე რომ აი იქნებ გავახციოთ კიდე უფრო ძვირად დაგვიჯენს ამ ამბავს ხო ძალიან გავს ამას რომ აი 9 აპრილზე ძალიან ძნელი არის რომ აი ორი აზრი არსებობდეს სამი აზრი არსებობს მაგრამ
აი რა ვიცი ეს ჩვენი პოლიტიკური ელიტის თუ რაც ქვია კლასის ნაწილი მაინც ახერხებს რომ აი ამ თემაზეც კი იყოს რაღაც განხეთქილება რომ აი ტიპი არ იტყვის ცოცხალი თავით რომ ეს იყო აი რუსეთის იმპერიის ასეთი ის მოქნეული ნიჩაბი ხო იტყვის რომ აი მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და რაღაც ეს რუსეთი რატო გამოვყოთ იმიტომ რომ იმ ჯარში იქნებოდნენ თურქმენებიც ესტონელებიც უკრაინელებიც და ასე შემდეგ რაც არის მცდელობა რომ რაღაც ეს ფოკუსი გაბლარო ხო ახლა იქ არავინ არ იყო ეგრე იქ იმაში პრაღის და უნგრეთის იმაში აჯანყებების ჩახშობაში საბჭოთა ჯარი რომ მონაწილეობდა იქ ქართველი ჯარისკაცებიც იქნებოდნენ ბუნებრივია მაგრამ იქნებოდნენ როგორც რაღაც მექანიზმის რაღაც ჭანჭიკი და არა რაღაც გადაწყვეტილების მიმღები რა მნიშვნელობა აქვს როდესაც იმას ფორმა აწვია და ის უკეთია ის რა ქვია ამა შევრონი რუსეთის დროშის საბჭოთა კავშირის დროშის გიქნევს ის რუსეთის სახელმწიფო ახლა საბჭოთა კავშირი რომ რუსეთის ის იყო მოდერნიზებული ვარიანტი რა თუნდა მაგას ლაპარაკი ვან პოლიციაო მილიცია გუშინ რამდენიმე ინტერვიუ ჩავწერეთ და მილიციაო ხალხს ეხმარებოდა რა ხო მაგაზე არის აი პირიქითი ადრე რომელიღაც წლის თავზე მაგ ვრცელი მასალა გაკეთებული არ ვიცი 30-ზე თუ რაღაც ამ 9 აპრილის ამბებზე და ძალიან ვრცელი ბევრი ხალხი ყავს ჩაწერილი მე და ქევანა და კიდე ვიღაცა ხო შენც კი შენც რო იყო მაშინ და იქ მაქვს ისა რომელიღაც გაზეთიდან მაქვს აი ზურა ჭავჭავაძის ისა მოგონება სადაც ვრცლად აღწერს მას რა გადახდა და იქ არის ეს პოლიციელების როლი რომ თვითონ მერაბ კოსტავაც და კიდე რამოდენიმე ადამიანი ნუ აი რაღაც ესე იგი საოცარი თავდადებით ამ მილიციელების იმით გადარჩნენ ფიზიკურ განადგურებას იმიტომ რომ იქ მარტო ის არ იყო რომ ნიჩაბი ხელკეთი და ის გაზი მომწამლელი იქ იყო ის უმართავი მასა ეს ჯგლეთვა რაც შეიქმნა ხო ესეც ხო ის იყო არა ესე მართეს ეს ისა მიტინგი ისა დაშლა თუ დარბევა ხო და მარტო თბილისშიც არ იყო აი მაგინის დროს მახსოვს რომ ის იყო ხო მაგას სადესანტო ჯარები მიდიოდნენ მე იქიდან რუსთავშიც იყო აქცია და იქაც როგორც მაშინ გავიგე მილიციამ იყო ჩაღარო არაფერი მათ არ დამართნოდათ და მოარიდა და ისინიც ახლა ქართველები იყვნენ და ხო აი ისევ ახლა ალბათ ფინალისკენაც წავიდეთ ხო აი როგორი რაღაცა არის რომ აი რა დიაგნოზის დასმა შეიძლება არ ვიცი რა ჭირს ამ იმას ჩვენს პოლიტიკურ სხეულს რა საშინელი დაავადება ჭირს რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი თარიღები როგორიც 9 აპრილი არის როგორც წესი ყველა ქვეყანაში გამოიყედება კონსოლიდაციის და საზოგადოებრივი აზრის ისა გაერთიან ხო აი წარმოუდგენელი არის ხო ახლა რა უნდა იყოს აბა რა სხვა რა იდეა უნდა იყოს ერის ქვეყნის იმის გამთლიანების გარდა დამოუკიდებლობის და თავისუფლების ხო და ამ ამბავშიც კი ხო აი ისეთი რაღაცა გჭირს და ისეთი რაღაცა შეგვეყარა თუ შეგყარეს რომ აი ამ დღესაც კი ესე ვხვდებით მაგრად ახავს ხო ძალიან ხო და ის რომ რაღაც ახლა ის არ ვიცი ხო იმის მაგივრად რომ თავისუფლდებოდეთ და ვდის და ხო აი ამ 9 აპრილის მთავარი ამბავი რა არის რომ აი ქართველი ხალხის ბრძოლა თავდადება დამოუკიდებლობისათვის ხო ერთი ეს პუნქტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რომელზეც ეფუძნება ეს ის ჩვენი რა ვიცი სახელმწიფოებრიობაც და დამოუკიდებლობაც და მეორე ვინც ამაში გიშლის იმის წინააღმდეგობის დაძლევა ხო არ გამქრალა არც ის შეუცვლია დიდად ეს ისა თავისი საგარეო პოლიტიკური ხედვები ხო ამ მეზობელ ქვეყანას ხო არ შეუცვლია ხო აი ეს ორი ამბავი არის ამაზე უნდა იყოს სრული კონსენსუსი ხო ვინც ამაზე ვერ თანხდება და სხვა განსხვავებული აზრი აქვს ხო იმას რაღაცა ჭირს ხო ეგრე ხო ის რომ ახლა რაღაც ჩანაცვლებას ახდენენ რომ და გეუბნებიან რომ საბჭოთა კავშირი და ევროკავშირი ერთი და იგივე არის მე საქართველოს დამოუკიდებელი მინდა რუსეთისგანაც და გერმანიისგანაც ხო ეს არის ბულშიტი რა ყურზე დებილი გონი ხარ რა ნუ ამას თუ ჭამ ხო არ ვიცი მე არ ამგონი ამას ვინმე ჭამდეს ვიღაცას უბრალოდ აწყობს ამის დააჯერება და ვიღაცა კიდე იძულებული არის ამას უსმინოს ამ სიგიჟეს და ნერვების და ჯანმრთელობის ხარჯზე ხო რა ვიცი ნიკო მე დავიღალე ანუ შენ როგორ კომენტარებია რა
ნიკო კომენტარები არის ნიკოსის. ხო, ჩემი ერთ საათს გადავაცილეთ, როგორც ვატყობ. შემდეგზე წავიკითხავთ კომენტარებს. ხო. იმიტომ რომ ბოლოს გისმენთ მეთქი ხოჩახ ჩემი, ანუ რაღაცებს ლაპარაკობდი, მაგრამ საიდან ეს ენერგია? ხო არ გავიწიო, ანი პარალი ზამახნუზა ნანაშება ვიზიაზა ციგროვაში. ხო და გაიდ რამე დაწერე ხა რო არ ვიცი რამე დაწერო. შემდეგ ხუთშაბათამდე ხო თვითონ თუ ნახეს ეს და ეს რას ფიქრობენ ამასთან? ხო და ხო არ აპირებენ სპექტაკლის ყურებას ან რაღაცა. ან ხო არ აპირებენ მოითხოვონ რომ ეს ის გაგრძელდეს სულ 4 ის არის არა რაღაც ჩვენ. ანუ რო აპირებდნენ თუ ბილეთი არ გაქვს ნაყიდი ჩემ ფეხებს დააპირებ. მოითხოვონ რომ კიდე დაიდგას. მე მინდოდა რომ წავსულიყავ, იმიტომ რომ მეთქი ჩემით შევიქმნი აზრს რომ ის არ მქონდეს რაღაცა 2 ცალის ნანახი და არსა გარიცხა. არა, ჩანაწერა სპექტაკლზე მინდოდა წასვლა და არა გაყიდულია მთლიანად და მე შავი ბაზრის ბილეთებში შევედი და იქ არ ვიცი როგორ უნდა ვიყიდო, გავყიდო რაღაცა და თავი დავანებო მე. არა ნიკო თვითონ რეჟისორმა ხო არ იყიდა ყველა. შავ ბაზარზე? აბა. ანუ კაი, მაგაზეც ფულს აკეთებენ ტიპები? ყველაფერზე ფული კეთდება. ანუ ბილეთები სადმე თუ აღარ არის, მე შავი ბაზრის გვერდზე უნდა შეხვიდე და იქ იქნება, ოღონდ უფრო ძვირად და ვიღაცა ყიდა, მაგრამ 200 ლარი ღირდა და ხა ეგრე ძალიანაც არ მინდოდა რა. აუ 200 ლარი რაში მე გადავედი. ისე რა გონია რა ღირს? 130 თუ რაღაც. მე უფასო დავდიო ვაფშე არ გადამიხდია რაღაცა. თეატრში. კი. ეგ როცა პრემიერა არ არის და მთელი თბილისი იქ არზეს. ეხლა რომ მოგინდეს ვერ შეხვალ. ო ალბათ. ხო. მაგაში საქმე. კაი, დავიშალეთ ეხლა და დავიშალეთ. ეს ქანეთ, კარგად იყავთ.